თვითონ მოვედი, სადღაც 2 კვირის წინ აქ. და ის განცხადება ნახე Facebook-ის საშუალებით, რომ სჭირდებოდათ მოხალისები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი სურვილით მოვსულიყავი და დავხმარებოდი. ერთი კვირის წინ გაჩვენე დაახლოებით 2 ლეკვი, იმით წინ გაჩვენე 8 ლეკვი და ეს იმიტომ, რომ უკვე ზაფხულია და ხალხი უკვე იცდებოდა, ამიტომ აღარავის აღარ იყოს, მაგრამ სხვა დღეებში უფრო მეტი ჩუქდება ხოლმე. ეს ძაღლები მოყვანილი იყო მუნიციპალური თავშესაფრიდან და ასევე საქართველოს სპორტის ნაცვლად და გადარჩენის ორგანიზაციიდან. და ეს ლეკვები, რომლებიც არიან საკმაოდ დიდ მდგომარეობაში ამ თავშესაფრში, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ლეკვი, გადავწყვეტეთ, რომ წამოგვეყვანა და რაც განჩუქდება, იმათ მაინც გქონდეთ თავშესაფარი და მძღვარი პატრონი ყავდით, ამიტომ მე მოვუწოდებ საზოგადოებას მოვიდნენ, წაიყვანა ლეკვები, შეეძინონ ერთგული მეგობარი და მათი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება და კეთილსაფრსაც გააკეთებენ. მიყვარს? რას დაარქმევდა? ყოველკვირა სტარტდება ეგ აქციები, უკვე მეორე წელია ტარდება, 12 საათიდან 4 საათამდე ვარ ჩვენ აქ. მუნიციპალურ თავშესაფრიდან მოყავს ლეკვები და კერძო თავშესაფრიდან ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოებიდან მოყავს ლეკვები. ჩვენ ვჩუქნით ლეკვებს, მერე ვეკონტაქტებით ახალ პატრონს, ვურეკავთ, ვამოწმებთ. ლეკვები არიან ჭიაზე დამუშავებულები. აცები არ აქვს გაკეთებული, აცები არის 3 თვიდან. წყილებზე დამუშავებულები არიან. ჯიშიანი ძაღლები არის თავშესაფარში, მაგრამ ის უკვე არიან დიდები. ანუ ლეკვები არ არიან, ანუ მიტოვებულები რაც არიან, სახლიდან გამოგდებულები, ჯიშიანები არიან, მაგრამ დიდები. ლეკვები არა, ლეკვები მხოლოდ მეტისები. მეტისები ხდებიან ჩვენთან ან ვიღაც ტოვებს, ან ჩდებიან უკვე თავშესაფარში. 10, 11 გაჩუქებულა 15-იც ყოფილა. არ თლიანად გაჩუქებულა ყველა. კი, პრინციპში იყო, აი როცა ტელევიზიაში გავიდა რეკლამა, გუსტავ ვიორსზე, მაშინ იყო ძალიან ბევრი გაჩუქება, აი 2 კვირა რაღაც იყო. მოიცა კომიტეტი ჩასასმელია. შენ გაგვარია უშენებო.